დაწყევლილი მყავდა ყოველი ქართველი, რომელიც ისტორიულ ნივთს სამშობლოს დაუკარგავდა. გამოცხადებული მქონდა, რომ ასეთი ნივთი ჯერ ჩემთან უნდა მოეტანათ და თუ ვერ შევიძენთ იმ მფლობელს, მხოლოდ მაშინ შეეძლო მისი უცხოელზე გაყიდვა. ექვთიმე თაყაიშვილი. მოქვის სახარება აფხაზეთში, ოჩამჭირის რაიონში მდებარე მოქვის მონასტერში გადაიწერა. მოქვის საკათედრო ტაძარი მეფე ლეონ მესამემ ააგო. სამონასტრო კომპლექსი საუკუნეების განმავლობაში ლიტერატურულ საგანმანათლებლო კერას წარმოადგენდა. აქ ხდებოდა ხელნაწერთა გამრავლება, ძველი ნუსხების აღდგენა. აქვე იყო მდიდარი წიგნსაცავი. მოქვის მონასტერი ჩვენ გვევლინება როგორც ერთ-ერთი წამყვანი კერა კულტურის განვითარების თვალსაზრისით და თვითონ თავად მოქველი მთავარეპისკოპოსი დანიელი ერთ-ერთი მოთავეა აი ამ ასე ვთქვათ კულტურული აღორძინებისა. სავარაუდოდ სწორედ მისი ასე ვთქვათ ძალისხმევით მოხდა არა მხოლოდ ხელნაწერის გადაწერა, არამედ თავად მოქვის ეკლესიის მხატვრობაც და ის ბოლოს 80-იან წლებში გასული საუკუნის 80-იან წლებში აღმოჩენილი მოხატულობაც ანალოგიურად მე-14 საუკუნის პირველი ნახევრით თარიღდება. ამდენად ეს პერიოდი მე-13-მე-14 საუკუნეები, როგორც ხედავთ, ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია. სახარების გადაწერა წმინდანი მეფის დემეტრე მეორის დროს უნდა დაწყებულიყო. ხელნაწერის შექმნის ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესი 1300 წელს დასრულდა. სახარება მოქვის მთავარეპისკოპოსის დანიელის დაკვეთით გადაიწერა. ხელნაწერის ანდერძიდან ვიგებთ მისი შემქმნელის, მხატვარ კალიგრაფ ეფრემის შესახებაც. ის არის სახარების როგორც გადამწერი, ისე მთელი დეკორაციული სისტემის ავტორი. მოქვის სახარება ერთ-ერთი ისეთი ხელნაწერია, რომელშიც კარგად არის დაცული გადამწერის შემკვეთი სახელები. ჩვენ ვიცით, რომ მოქვის ხელნაწერის გადამწერი იყო ბერი ეფრემი, ხოლო ხელნაწერი გადაიწერა მოქვის მთავარეპისკოპოსის დანიელის შეკვეთით. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ სწორედ ეფრემია მიჩნეული თავის მოსწავლეებთან ერთად მოქვის სახარების მომხატველადაც. საუკუნის მეორე ნახევარში მოქვის სახარებას ნიკოდიმ კონდაკოვმა და დიმიტრი ბაქრაძემ მარტვილის მონასტერში მიაკლიეს. როდის და რა ვითარებაში მოხდა მარტვილში აფხაზეთში გადაწერილი ხელნაწერი, სამწუხაროდ უცნობია. 1913 წლის ზაფხულში სამეგრელოში მყოფ ექვთიმე თაყაიშვილის ექსპედიციაში თან ახლდა ფოტოგრაფი თეოდორ კიუნე, რომელმაც პირველად გადაიღო უნიკალური სახარების ფურცლები. 1921 წელს მოქვის ხელნაწერი სხვა ქართულ განძეულობასთან ერთად საქართველოს მთავრობამ საზღვარგარეთ გაიტანა. ხოლო ექვთიმე თაყაიშვილის წყალობით საფრანგეთში გატანილი ეროვნული საგანძური 1945 წელს უკლებლად დაუბრუნდა საქართველოს. ემიგრაციიდან დაბრუნებული უნიკალური ქმნილება ამჟამად ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ინახება. მოქვის სახარება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში მოხდა პარიზიდან ექვთიმე თაყაიშვილის მიერ დაბრუნებული საგანძურის კოლექციიდან. ჩვენთან არის გახსნილი ქუ ფონდი, რომელიც შეიცავს ესეთ მასალებს, რომლებიც ხელნაწერთა განყოფილების და შემდეგ ხელნაწერთა ინსტიტუტის ჩამოყალიბებიდან შეემატა ამ კოლექციას. ხელნაწერში 329 ფურცელი, 155 სიუჟეტური მინიატიურა, 10 კამარა, 4 თავსამკაული და 530-ზე მეტი მოხატული საზედაო ასოა. სახარების მინიატურები შესრულებულია ფურცლოვანი ოქროს ფონზე. ოქროს ფონებზე შესრულებული დახვეწილი სიუჟეტები კონსტანტინოპოლის სკოლის საუკეთესო ნიმუშებს არაფრით ჩამოუვარდება. უნიკალურია მოქვის ოთხთავი, არა მარტო იმით, რომ დასურათებულია მრავალი მინიატურით, შემკულია ორნამენტული მხატვრობით, არამედ იმითაც, რომ გამოყენებულია მხატვრის მიერ ის ტექნიკა, რაც საერთოდ მსოფლიოში არც ერთ ხელნაწერში არ გვხვდება. მოქვის ოთხთავის მინიატურები დახატულია ოქროზე. ხელნაწერში 530-ზე მეტი მოხატული ასოა, რომელთა გაფორმების თემატიკა უაღრესად მრავალფეროვანია. ინიციალები უფრო ხშირად ფრინველების, ცხოველების ან თევზების გამოსახულებებს წარმოადგენს. ინიციალების შესრულების მანერა ფერწერულია. ხშირად ერთ გვერდზე მაღალ მხატვრული სტილით 4-6 საზედაო ასოა განაწილებული. თუმცა ამით არ ირღვევა წონასწორობა ტექსტსა და გაფორმებას შორის და არაფერი არ ხდება ტექსტის სიცხადეს. აქ არის ძალიან დიდი ზომის მთავრული ასოები გამოყენებული. აბზაცების დასაწყისში ეს ასოები
შედგება ფრინველებისაგან, ცხოველებისაგან. ძალიან საინტერესო რეპერტუარია ამ ფრინველთა და ცხოველთა შერჩეული. წეროები, ფარშევანგები და ეს ყველაფერი არ არის ოქროზე დახატული. ისე იგი საზე და ასოებს მხატვარი ოქროზე არ ხატავს. მხოლოდ ოქრომელნით შემოსაზღვრავს მათ კონტურებს. მე-12-13 საუკუნეებში ხელნაწერი წიგნის გაფორმებაში განსაკუთრებით დიდი ადგილი მინიატურებს უჭირავს. მოქვის სახარება ამ ხრივაც გამორჩეულია. ხელნაწერში 155 მინიატურაა შემორჩენილი. მოქვის ოთხთავის გამორჩეული თავისებურებაა ისიც, რომ მინიატურები ერთ მხატვრულ მთლიანობაშია გააზრებული. სიუჟეტური ციკლი არ მეორდება სხვადასხვა სახარების გაფორმებისას. საზეიმო მინიატურების განთავსება და საერთოდ ტექსტის დამასურათებელი მინიატურები სხვადასხვა ზომისაა. ის საზეიმო მინიატურები მთლიან გვერდებზეა განთავსებული და ეს ტექსტის დამასურათებელი შიგნით ტექსტში არის განთავსებული და შედარებით უფრო პატარაა ისინი. და საინტერესოა კიდევ ერთი აქ ის, რომ თვითონ მხატვარი თავიდან ბოლომდე იაზრებს ამ ხელნაწერს, თავიდან ბოლომდე სად როგორ განათავსოს ეს საზეიმო მინიატურები, ესე იგი 9-მდე საზეიმო მინიატურა განთავსებული. იწყებს ვთქვათ ვედრებით, მერია ქრისტეს გენეალოგია. მინიატურაში 42 მამამთავარს შორის ერთადერთი ქალის გამოსახულებაა და ეს არის ღვთისმშობელი. ამ კომპოზიციით მხატვარ კალიგრაფი ეფრემ მცირე ხაზს უსვამს ღვთისმშობლის მნიშვნელობას ქრისტეს გენეალოგიაში. არის კიდევ ერთი თავისებურება ამ საზეიმო მინიატურების განლაგებაში, ეს არის, რომ შემოაქვს ღვთისმშობლის მიძინების კომპოზიცია. საერთოდ სახარებებისას არ იყო დამახასიათებული ქართულში, ჩვენ არ აქვს, თუმცა იმ ხელნაწერებში, რომელიც ეხსნებოდა ტაძრი, რომელიც შესრულებული იყო, ეძღვნებოდა იმ ტაძრებს, რომელიც ღვთისმშობლის მიძინების სახელზე იყო, ბიზანტიურ ხელნაწერებში გვაქვს ეს. იწყება ხო ღვთისმშობლით და ფაქტიურად ამთავრებს ამ ყველაფერს მთელ ციკლს დანიელ მოქველი ეპისკოპოსი, რომელსაც აქვს თავი წარწერა ასომთავრული, უძღვნის ავედრებს ღვთისმშობელს. მოქვის სახარება დროთა განმავლობაში ძალიან დაზიანდა. გადაფურცლისას მინიატურებიდან სახება იცვივა. აღმოჩნდა, რამაც მინიატურებს უნიკალურობა შესძინა, ხელნაწერის მომავალი საბედისწერო პრობლემა განსაზღვრა. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს არის კომპლექსური, სხვადასხვა ფაქტორებით მიერ გამოწვეული დაზიანება. ერთი ის, რომ თვითონ ხელნაწერის შექმნის დროს ავტორმა, ვინც შეასრულა ეს მინიატურები და თვითონ ხელნაწერი, ვინც გადაწერა, გამოიყენა არატრადიციული მეთოდები, როგორც ჩანს. შეიძლება პიგმენტის და მაკავშირებელიც არ იყო ტრადიციულად შერჩეული. მოქვის სახარების გადასარჩენად ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა აქტიური საქველმოქმედო კამპანიის წარმოება დაიწყო, რომლის ფარგლებში ჩატარდა სხვადასხვა ღონისძიება. ამ დიდი პროექტის პირველ ეტაპზე ჩვენ საჭირო ჩავთვალეთ, რომ მოგვეწვია უცხოელი ექსპერტები, სპეციალისტები, რომლებიც დადებდნენ კვალიფიციურ დასკვნას კონკრეტულად რა არის გასაკეთებელი და რა მეთოდოლოგიით. შესაბამისად ჩვენ პირველ ეტაპზე გავაკეთეთ პროექტი იუნესკოსათვის, იუნესკოს დაფინანსებით და საქველმოქმედო კამპანიებით მოგროვილი თანხებით შევძველით 3 უცხოელი სპეციალისტის ჩამოყვანა ავსტრიიდან, შვეიცარიიდან და გერმანიიდან, რომლებმაც ერთი კვირის განმავლობაში ერთობლივად იმუშავეს ამ ხელნაწერზე და წარმოადგენეს დასკვნა. ამ დასკვნის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ მდგომარეობა ისეთია, რომ ის ექვემდებარება კონსერვაციას და გარკვეული სამუშაოების ჩატარების შედეგად შეიძლება, რომ ის მდგომარეობა, რაც არის, შევინარჩუნოთ და აღარ გაუარესდეს. მოქვის სახარება თავისი მხატვრული ლიტერატურული ნიშნებით მოქვის მონასტრის კალიგრაფიული სკოლის ქმნილებაცაა და იმის თვალსაჩინო დასტურიც, რომ მოქვი აფხაზეთის უძველესი ლიტერატურული ცენტრი, ქართული სამწიგნობრო ტრადიციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კერას წარმოადგენდა.